ჯუმბერ ნოზაძე ხაშურელია. მხოლოდ ბოლო დღეს გაბედა და მოვიდა კასტინგს. სანერვიულო ნამდვილად აქვს, რადგან ნიჭიერში მეუღლისგან მალულად მოვიდა. ჯუმბერ ნოზაძე 67 წლის ხდები 7 თებერვალს. ბავშვობიდანვე ძალიან მინდოდა სცენაზე გამოსვლა. დღემდე არ მოხერხდა. და დღეს არის ერთი შანსი რომ გამოვიდეს სცენაზე. უნდა იმღეროთ? თუ რა უნდა? უნდა დაუკრა და სოლო. პირით უნდა დაუკრა როგორც კლარნეტი ეგ. მართლა, რა საი. ეს არის. მე ვარ ჯუმბერ ნოზაძე, ლექსებს ავწერ ბოდაზე. მე უყურე სერიოზული ქალია, სხვანაირად უყურებს ამ საქმეს და მე მითხრა რომ ამ ხნის კაცი ხარ და ახლა გამოხიდე იქა და გაიცინო შენს და მე კიდე უთხარი ერთ შანსი მაქვს გამოვიდე კაცო იქნებ რა არის რა ვაჩვენო ხალხს. ცოლმა მითხრა რომ გამოხიდე იქ ფანჯრიდან გადავხტები და მე უთხარი თუ ეგ მიშველის მეთქი უნდა გამოვიდე. ჩუმად გამოვიპარე. და რას ვიზამ თუ გამაგდებს და ხოდამინახავენ აქაც ქვაქალები შეიძლება ვის მოვეწონოდა ბევრ ამისთვის გამიძლია და ამასაც გავუწევ აბა მაშინ გთხოვთ სცენაზე და გამარჯობათ გაგვეცანით მე ვარ ჯუმბერ ნოზაძე უინსტრუმენტად უნდა დაუკრავ ფანდურის თანხლებით ცოტა მეტად გაგვეცნოთ შეიძლება ბატონო ჯუმბერს საიდან მზადებით მე ვარ ხაშურის რაიონის სოფელი ბრილი წყალია ცივი ჰაერი გრილი ყველას ლექსად ამბობს ეს ადამიანი მარტო ჩამობძანდით მატარებელში ბევრი იყვნენ ჩემთან ერთად არა ჩვენ ვიკითხეთ მაგალითად ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოხვიდით თუ ჩუმად გამოვიპარე. ვის გამოვიპარეთ? ცოლს. რატო? რისი წინააღმდეგი იყო? რა მექონდათ გასაკეთებელი და მიუტოვეთ საქმე თუ? იქაო წითელი სინი აქო და რო დააჭირონ იქაო იმ წითელს არ მინდა ოროშერს ცხენელი გამოხვიდეო და ამიტომ არ მინდა რომ გამოხვიდე. დაიწყეთ აბა. ხატონალობაზეა გაწყობილი და ეს ხატონალობაზე არის ესე დისონანსი ფაქტიურად. მარა მიდის უბერავს. ბატონო ჯუმბერ ზურნის პაროდიას აკეთებდით ხო პირით? ზურნაა ხო ეს? და რანაირად აკეთებდით? რამე გიდევთ პირში და იმას რა თქმა უნდა პირში ენა უნდა გქონდეს სწორად თქვენ იუმორი უფრო მეტია მასში ვიდრე მუსიკალურობა მე ძალიან მომწონს თქვენი იუმორის გრძნობა ნამდვილად ძალიან ხალისიანი ადამიანი ბრძანდებით და ძალიან დადებითი რა სიზამთ შემდეგში შემდეგში ხო მართლა რა შემიძლია ვიმღერო შეუძლია ერთ რაღაცას ვიტყვი ყველაფერი ეს აჩვენებს იმას რომ თქვენ გაქვთ თორების და სიცოცხლის ძალიან დიდი ნიჭი და სიყვარული მეგონი შეიძლება ამ კაცს დაუფასოთ მე ძალიან მომწონს ბატონი ჯუმბერი. არის ესეთი ხალისიანი და ამიტომ მე გეტყვით თქვენ კის. ერდიკი. იმდენად აზარტში შემიყვანეთ ბატონი ჯუმბერო, მეც ვამბობ კის. აი ესაც ხდება ხოლმე. სამი კი გაქვთ. გადასული მეუღლესთან ერთად გელოდებით შემდეგ ტურში.
იმედი ვიქონიოთ, რომ ცოლი დიდ სულოვნად აპატიებს ნიჭიერში გამოპარვას. მით უმეტეს, რომ ბატონი ჯუმბერი მეორე ტურშია.